საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს სომხეთს ეწვევა. მას ნიკოლ ფაშინიანი უმასპინძლებს. ორი ქვეყნის პრემიერები სომხეთს საქართველოს მთავრობათა შორის საბჭოს მე-14 სხდომას ხელმძღვანელებენ, რომელშიც ქართული დელეგაციიდან ეკონომიკის, საგარეო, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. პრემიერის ვიზიტამდე ერევანში იმყოფებოდა დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი, რომელმაც ვიზიტი კოლეგა მინისტრთან შეხვედრით დაიწყო. მაკა ბოჭორიშვილმა და არარ მირზოიანმა განცხადებები მედიასთანაც გააკეთეს. 2024 წელი იყო უმნიშვნელოვანესი წელი ჩვენი ურთიერთობებისთვის სომხეთს და საქართველოს შორის. ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას და ეს ახალი შესაძლებლობაა ჩვენთვის, როგორც პოლიტიკური დიალოგისთვის, ასევე ეკონომიკური პარტნიორობისთვის და სხვა სფეროებშიც ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და ბევრი სხვა მიმართულებით, სადაც გაძლიერდება ჩვენი პარტნიორობა. დღეს ქალბატონ მინისტრთან შევაჯამეთ ის ერთობლივი მიღწევები, რაც ბოლო წლის განმავლობაში ჰქონდა და განსაზღვრეთ სამომავლო ნაბიჯები. ძალიან გვახარებს იმის აღნიშვნა, რომ ჩვენი მიმდინარე ვიზიტები უმაღლეს დონეზე ხორციელდება. ეს არის ნამდვილი ღრმა დიალოგის მტკიცებულება საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ ვისაუბროთ ეკონომიკაზე, ტრანსპორტზე, ტრანზიტებზე და არ გამოვტოვებთ იმ დიდ პოტენციალს, რომელიც კავკასიას გააჩნია, სომხეთს, საქართველოს, რა თქმა უნდა, ტრანსპორტის, ტრანზიტის მიმართულებით. ჩვენ რა თქმა უნდა განვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება, განვიხილეთ ის პროცესები, რაც უკავშირდება ჩვენი რეგიონის მშვიდობას და სტაბილურობას. საქართველო არის ერთგული იმისა, რომ ჩვენს რეგიონში იყოს მდგრადი მშვიდობა, სტაბილურობა, გულწრფელად აქვს სურვილი ამის და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ კი რამე შეუძლია საქართველოს წვლილი შეიტანოს სწორედ მის მიღწევაში, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს რეგიონში იყოს მდგრადი მშვიდობა და სტაბილურობა და ვიმედოვნებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო შეთანხმების პროცესი საბოლოოდ დასრულდება ორივე მხარისთვის მისაღები შედეგი. როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებზე, შეუძლებელია არ ვახსენოთ ის საფრთხეები, რომელიც მომდინარეობს რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციიდან და იმ ძიმე შედეგებზე თქვათ, რაც მომდინარეობს სწორედ აქედან, რაც გამოიხატება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და მძიმე სოციალურ ვითარებაში და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ეს რჩება ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების ძალიან სერიოზულ გამოწვევად. დეტალურად ვისაუბრეთ მიმდინარე პროცესებზე, გამოწვევებზე, ჩვენ შეგვიძლია და გვაქვს სურვილი, რომ გავაერთიანოთ ძალისხმევა იმისათვის, რომ ბევრი ურთიერთსასარგებლო პროექტი განხორციელდეს ჩვენს რეგიონში. ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით სომხეთის პარტნიორობის გაძლიერებას და გაღრმავებას ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი და მისასალმებელია ფართო რეგიონისთვის. ქართული დელეგაცია ევროსაბჭოში მუშაობას წყვეტს. გადაწყვეტილება ქართულმა ოცნებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ევროსაბჭოში ქართული დელეგაციის უფლება-მოსილება გარკვეული დათქმებით აპრილამდე დამტკიცდა. თია წულუკიანის განცხადებით ეს დათქმები უსამართლო და საფუძველს მოკლებულია, ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ამომრჩეველს. მართველი პარტიის გადაწყვეტილებით საქართველო როგორც სახელმწიფო დარჩება ევროპის საბჭოს წევრად, თუმცა საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ქართული დელეგაცია მას შემდეგ განაახლებს, როცა საქართველოს ხელისუფლების შანტაჟი დასრულდება. აღნიშნა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლება-მოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვენ. მათ შორის არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება.
ბევრი ადამიანი თქვენი თვალითაც ნახეთ, პირველ რიგში კი ჩვენი ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი იბრძოდნენ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის წინააღმდეგ. ეს გეგმა ჯერ საკომიტეტო მოსმენისას ჩავარდა, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე, სადაც ქართული დელეგაციის უფლებამოსილების უარყოფას 306 წევრისგან შემდგარი ასამბლეის მხოლოდ 53 წევრმა დაუჭირა მხარი. კატეგორიულად მიუღებელია ის პირველი დათქმა, რომელიც ცილდება ამ ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და უგულებელყოფს 1,120,000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს. ჩვენი მხრიდან ამ დათქმის მიღება ჩვენი ამომრჩევლისა და შესაბამისად ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობის ღალატის სტოლფასი იქნებოდა. ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილებით მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება არის დამტკიცებული, წყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში. მიგვაჩნია, რომ იქამდე, სანამ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი. არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მტკიცებულებებსა და ფაქტებს. განხილვები მიკერძოებული არის და გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობამ არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს. საქართველო ცხადია, როგორც სახელმწიფო რჩება ევროპის საბჭოს წევრად, ხოლო საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის წევრები განვაახლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ. დასრულდება შანტაჟი, ხოლო გადაწყვეტილების მიმღები თითოეული ოფიციალური და არაოფიციალური პირი, ასევე მათ უკან მდგომი ძალები კარგად გაიაზრებენ, რომ მსგავსი ზეწოლა საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერანაირ ანტიქართულ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებს. ქართული დელეგაციის მხრიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას შებასებები მოჰყვა თბილისში. ამ რეზოლუციას აქვს უდიდესი მნიშვნელობა სწორედ იმის ხაზგასასმელად, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართული ხალხის ბრძოლას და ეს რეზოლუცია იქნება ერთხმად მიღებული და იმის ნაცვლად, რომ ქართულ ოცნებას გაეთვალისწინებინა ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ქართულ ოცნების დელეგაციამ განაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში. და ეს არის სწორედ ის რეალობა, რომელიც დგას ახლა ჩვენი ქვეყნის წინაშე, როდესაც ქართული ოცნების ძალისხმევით ქვეყანა არის სრულად იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან და ცრუ დევიზის ღირსებით ევროპისგან ნაცვლად ქართული ოცნებამ დააყენა რეალობა კუდამოძუებული ევროპიდან. ტრაგედია არის ის, რომ 1999 წლის 27 იანვარს ესეც რაღაცნაირად სიმბოლურია, რომ იცით იანვარში იყო ზურა ჟვანიას წელიწადული ფრაზა მე ვარ ქართველი, მას შესაძლოა ვარ ევროპელი, როდესაც ევროპის საბჭოს წევრი გახდა საქართველო და 26 წლის თავზე ქართული ხალხისთვის დაუკითხავად ივანიშვილის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, ისე რომ ხალხს არ ეკითხება, უბრალოდ ასე წარკვეთილად გადაწყვიტა, რომ აი მე ვტოვებ, რა თქოს დაასწრო ევროპის საბჭოს. მეორე ეს არის ეროვნული ინტერესების და ქართული ხალხის ხალხი. ჩვენი ვნახეთ ძალიან ბევრი გამომცვლელი, რომელიც აბსოლუტურად უაპელაციოდ, აბსოლუტურად ყველანაირი მტკიცებულების გარეშე, ყველანაირი ფაქტის გარეშე მაინც უადანაშაულებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არჩევნები იყო გაყალბებული და ვითხოვეთ ჩვენგან ახალი არჩევნების ჩატარება. შესაბამისად, ჩვენ ფიზიკურად სხვა გზა არ გვქონდა დარჩენილი
იმიტომ რომ ჩვენ ვართ ღირსეული ქვეყანა, თავმოყარე ქვეყანა და გადავდგით ეს ნაბიჯი და ჩვენი სურვილით უარი უთხარით ამ უფლებამოსილების ცნობაზე და რა თქმა უნდა ეს არის ახლა დროებითი გადაწყვეტილება, ვინაიდან დარწმუნებულები ვართ რომ როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ისე გაიმარჯვებს საღი აზრი საბოლოო ჯამში ბრიუსელშიც და სტრასბურგშიც და შესაბამისად მე შეუდგება ჩვენი დელეგაცია უკვე საპარლამენტო მუშაობას პასეში. თვითონ პასეს წევრობა ამ ინტეგრაციასთან კავშირში არ არის, როგორც უკვე აღნიშნე, ჩვენი ქვეყანა საქართველო რჩება ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნად და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ბატონ ბერსესთან, ალან ბერსესთან, რომელიც მოიხსენება ჩამობრძანებული იყო ცოტა ხნის წინ და ძალიან კონსტრუქციული შეხვედრები ჰქონდა მასთან და ის საკითხიც, რომელიც ამ განხილვებშიც მონაწილეობდა, ისევე ეს გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებული თემა, ჩვენ შეთანხმებულები ვართ ბატონ ბერსესთან, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები და ვიმსჯელებთ უკვე თუ რა ნაწილში არ შეესაბამება მათი გადმოსახედიდან ეს კანონი ევროპულ ღირებულებებს და რა თქმა უნდა თუ ისინი დაგვისაბუთებენ, ჩვენ მზად ვართ, რომ ამ კანონში რაღაცა ცვლილებების შეტანა მოვახდინოთ. ჩეხეთის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამ წარმომადგენელ სანქციებს უწესებს. დასანქცირებულები არიან საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება და ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე მირზა კეზევაძე. საქართველოში ჩეხეთის ელჩის პეტერ კუპერნის ინფორმაციით, სანქციებს გასული წლის საპროტესტო აქციების სასტიკ ჩახშობაში მონაწილეობის გამოაწესებს. ერთ პაკეტში, ერთ საერთო კონტექსტში უნდა განვიხილოთ ეს ყველაფერი. ეს არის რეალურად გაგრძელება იმ სანქციების პოლიტიკის კამპანიისა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, უკვე ევროკავშირის როგორც ბლოკს და გაერთიანებას და ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს, ჩვენ ნახეთ ხო, ბალტიის ქვეყნებმაც მიიღებს გავსი გადაწყვეტილება, როგორც ბლოკი, ასევე როგორც ბლოკის წევრები, ასევე ინდივიდუალურად უკვე იღებენ გადაწყვეტილებას თემასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო უნდა დაისაჯონ ის პირები, რომლებიც რუსულ, ბელორუსულ სტილში აქციებს მართლა პირდაპირ გაგებით სისხლში ახშობდნენ. რეალურად ცივილიზებულმა სამყარომ მიიღო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნეს ივანიშვილი უნდა შეიცვალოს და ეს გადაწყვეტილება მათ მიიღეს, იმიტომ რომ ქართულ ხალხს სურს ასე. ჩვენ ველით რომ კიდევ სხვა სახელმწიფოები შეგვექმნებიან ძალიან მალე იმავე და განსხვავებული ტიპის სანქციებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ცივილიზებული მსოფლიო არ აპირებს შეეგუოს ნაცისტერ ჰიბრიდულ თვითმარქვია რეჟიმს, რომელიც უარყოფს ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლებები, რომელიც მიიტაცა ჩვენი სახელმწიფო და არჩევნები და გამოუცხადა მართლაც ასეთი ომი, ტერორისტული ომი, მე ვიტყოდი, საკუთარ მოქალაქეებს. მათ ცივილიზებული მსოფლიო არ შეეგუება, ჩვენ საქართველოს ხალხი არ შევეგუებით, ამიტომ მათი დღეები არის დათვლილი. რაზე დგას ივანიშვილი? ძირითადად ის დგას სამ მიმართულებაზე. ერთი ეს არის პროპაგანდა, მეორე რაზეც ივანიშვილი დგას არის რეჟიმის სპონსორები, ეს არის კორუფციული შავი ფულით გამდიდრებული ეგრეთ წოდებული ბიზნესმენები. მესამე ეს არის ის სახელმწიფო უწყებები, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ემსახურებოდნენ, სამწუხაროდ ივანიშვილმა იქამდე მიიყვანა, რომ ემსახურებიან კონკრეტულად ივანიშვილს. ამიტომ რა თქმა უნდა, ეს პროცესი, რაც ვიხილეთ, არა მხოლოდ კონკრეტულად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დაწყებულია ეს პროცესი და ეს არის ყინული დაძრული, რომელიც არ გაჩერდება. ეს სანქციები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ყველა ადამიანის უფლების დამღები, ყველა ბიზნესმენის უკანონო ბრძანებების შემსრულებელი და ქართული ხალხის ბრუტალურად დამსჯელი თავისთავად იქნება დასჯილი, ჯერ მათ შეეხება საერთაშორისო სანქცირება, ხოლო შემდგომში სამართლიანი სასამართლოს პირობებში აუცილებლად მოუწევთ პასუხისმგება. აბსურდულ გადაწყვეტილებას უწოდებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოში მიღებულ რეზოლუციას. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის მუშაობის შეწყვეტაზე იყო უალტერნატივო. საქართველოს რჩება ევროსაბჭოს წევრად. ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება მზად არის ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისთვის ნებისმიერ საკითხზე, თუმცა ვერ ხედავს მუშაობის აზრს საპარლამენტო ასამბლეაში. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროპული ბიუროკრატია არის საკმაოდ ძიმე მდგომარეობაში. ეს ეხება როგორც ბრიუსელს, ისე სტრასბურგს. და ამის მორიგი გამოხატულება ეს უსამართლობა, რომელიც ჩვენ დღეს ვიხილეთ. და უსამართლობაზე მეტად ეს იყო აბსოლუტურად აბსურდული გადაწყვეტილება. დაამტკიცეს ჩვენი დელეგაცია, რითაც აღიარეს არჩევნების შედეგები.
და იქვე განაცხადეს, რომ აპრილამდე თუ არ ჩატარდება, ასე ვთქვათ, არჩევნები, გაუქმებენ დელეგაციას ჩვენი ქვეყნიდან. ანუ გამოდის რა, რომ არჩევნებს აღიარებენ, მაგრამ მაინც უნდათ არჩევნების ჩატარება, რატო? იმიტომ რომ წააგო ვიღაცის ფავორიტმა პოლიტიკურმა ძალამ, რასაც ქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა. ასეთი აბსურდული გადაწყვეტილებები აჩვენებს იმას, რომ მძიმე ვითარება ევროპულ ბიუროკრატიაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება, რომელიც გამოაცხადა ქალბატონმა თეაძოლოგიანმა დელეგაციის სახელით და ჩვენი გუნდის სახელით. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ჩვენი დელეგაცია არაპირებს მუშაობის გაგრძელებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. თუ შეიცვლება დამოკიდებულება ქართული ხალხის მიმართ და ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ დაბრუნდებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ეს არის მხოლოდ საპარლამენტო ასამბლეა, რაც არის იმასე ბევრად მეათეხარისხოვანი ორგანო, ვიდრე თუნდაც ევროპარლამენტი. ხო, თქვენ იცით, რომ ევროპარლამენტსაც არ აქვს რამე არსებითი დატვირთვა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე 10-ჯერ ნაკლები მნიშვნელობის ორგანო. ევროსაბჭოს წევრად ბუნებრივია რჩება ჩვენი ქვეყანა და მზად ვართ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისთვის, რა თქმა უნდა, ნებისმიერ საკითხზე. ერთადერთი, სადაც ჩვენ ვერ ხედავთ მუშაობისას, არის საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც მიიღო დღეს შესაბამისი გადაწყვეტილება. არ იქნება სამართლიანი მოპყრობა ქართული სახელმწიფოს მიმართ, არ იქნება საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაშინგტონთან რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად სამხედრო ვერტმფრენი, რომელშიც 3 სამხედრო იყო, American Airlines-ის თვითმფრინავ შეეჯახა. უიჩიტა ვაშინგტონის რეისზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა. რეიგანის სახელობის აეროპორტი დროებით დაიკეტა. ოფიციალური უწყებები ადასტურებენ, რომ არის მსხვერპლი, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა ჯერ უცნობია. ადგილზე მასშტაბური სამძებრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც. დონალდ ტრამპის განცხადებით ეს არ უნდა მომხდარიყო. ევროპული ორგანიზაციის ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს საქართველოს ეროვნული ოფისი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განთავსება, რომელიც საქართველოში ფრანგული ენის სწავლების მეთოდების გაუმჯობესებასა და ფრანგული კულტურის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. მემორანდუმს უნივერსიტეტის რექტორმა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულმა დირექტორმა მოაწერეს ხელი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მას მისდევს ფრანკოფონიის ყველაზე დიდ ორგანიზაციის AUF-ის წარმომადგენლებს. ჩვენი მიზანია ხელი შეუწყოთ უნივერსიტეტში და ზოგადად საქართველოში ფრანგული ენის და ფრანგული კულტურის განვითარებას. თესეუ საქართველოში ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს პირველი ასოცირებული წევრი უნივერსიტეტია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი პატივია, რომ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს საქართველოს ეროვნული ოფისი თესეუში განთავსდება. მემორანდუმის ფარგლებში თესეუში ასევე დაფუძნდება დასაქმების ფრანკოფონული ცენტრი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან წარჩინებულ სტუდენტებს დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო სტიპენდია და შესაბამისი სერტიფიკატი გადასცეს. სტიპენდიანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ჯეირან გვაგვალია გახდა. მანგალში სოფელ დიხაზურგის საშუალო სკოლა დაამთავრა და ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. ის 4 სასწავლო წლის განმავლობაში სტიპენდიის სახით ყოველთვიურად 300 ლარს მიიღებს. წელს ჩვენ დავაჯილდოვებთ დიმიტრი გულიას სახელობითი სტიპენდიით. ჯეირან გვაგვალია ახალგაზრდა ოკუპირებული გალის რაიონიდან, რომელსაც კიდევ ერთხელ ვუმოცავ ამ წარმატებას. და რა თქმა უნდა, მეტი განათლებით და განვითარებით, ნდობის აღდგენითა და მშვიდობის მშენებლობით ჩვენ აუცილებლად დავწევთ ოკუპაციას და
გავაერთიანებთ ჩვენს ხალხს. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ხარისხიანი უმაღლესი განათლების შეთავაზება და ხელმისაწვდომობა ხარისხიანი უმაღლეს განათლებაზე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი ღონისძიებაც და სტიპენდიაც, რომელიც დღეს გაიცა. ყველაფერს დავძლევთ აი ამ ახალგაზრდებთან ერთად, რომელიც დღეს ამ დარბაზში იყვნენ შეკრებილები, საკმაოდ განათლებულები, საკმაოდ კარგად ცნობდნენ თავის ქვეყნის ისტორიის და საკმაოდ ოპტიმისტურად განწყობილი მომავალთან დაკავშირებით. ყველას წარმატებას უსურვებ და განსაკუთრებით იმ ადამიანს, რომ დღეს ესწრებენ საინტერესო პრიზი მიიღო. სტიპენდია გადმოეცა, რაც ძალზედ სასიხარულოა. მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ თეა ახვლედიანს და ასევე განათლების მინისტრს ალექსანდრე წულაძეს. ძალიან მოულოდნელი რამ იყო ჩემთვის. ფინანსთა სამინისტროში სახელმწიფოში და ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების უწყებათა შორის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო სახელმწიფოში და ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების 2025-2028 წლების სტრატეგიის პროექტის მიზნების განხილვა და შეთანხმება. აღნიშნული სისტემის განვითარება გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით და წარმოადგენს ევროკავშირთან ინტეგრაციის მნიშვნელოვან წინაპირობას. მინდეროს მუშაობა სახელმწიფოში და ფინანსური კონტროლის სისტემის სტრატეგიაზე რეფორმა, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში, უზრუნველყოფს ჯანსაღი ბიუროკრატიის გაძლიერებას და იმ მიზნების შესრულებას, რომელთაც საქართველო გახდება გამორჩეული ქვეყანა ევროპაში და მსოფლიოში ბიუროკრატიის გაუმჯობესების, ფინანსური კონტროლის განჯასახების მიმართულებით. აღნიშნული სტრატეგია არ არის ის პირველი ნაბიჯი, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ახორციელებს, ეს არის განვითარების ახალი ეტაპი, რომელიც ჯერ კიდევ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებაა. აღნიშნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა ცალსახად უზრუნველყოფს სახელმწიფოს ინსტიტუციონალურ განვითარებას, ის უწყობს არა მხოლოდ შიდა ჰარმონიზაციას ევროკავშირთანაც და იმ საუკეთესო გამოცდილებების და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვას ჩვენს ინსტიტუტებში. პრემიერ-მინისტრის ვიზიტს გამოეხმაურა. იმსჯელეს 6 მილიარდიან ინვესტიციაზე, რომელიც თბილისსა და აჭარაში განხორციელდება. მისი თქმით, აღნიშნული მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებითაც. პრემიერ-მინისტრის ვიზიტს გამოეხმაურა. იმსჯელეს 6 მილიარდიან ინვესტიციაზე, რომელიც თბილისსა და აჭარაში განხორციელდება. მისივე თქმით, აღნიშნული მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებითაც. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის ადმინისტრაციასთან ერთად საბაჟო საერთაშორისო დღე აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიება თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გაიმართა. მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცეს ფინანსთა მინისტრმა, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა. სამსახურეობრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ღირსების სერტიფიკატები გადაეცა საბაჟო დეპარტამენტის 20 მებაჟე ოფიცერს. საბაჟო საერთაშორისო დღეს ულოცავ ჩემს კოლეგებს. ეს დღე აღინიშნება 180 წევრ ორგანიზაციაში. შესაბამისად საქართველოშიც ყოველწლიურად აღნიშნავთ ამ დღეს და გამორჩეულ მებაჟე ოფიცრებს, რომელმაც წლის განმავლობაში საუკეთესოდ გაართვეს თავის სამსახურებრივ მოვალეობას, გადაეცემა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის სერტიფიკატი. მინდა ყველა ჩემს კოლეგას მიულოცა საბაჟო საერთაშორისო დღე, ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო ეს ჯილდო. მინდა ვუსურვო მათ წარმატება. კონკურსი დიადრომი უკვე მეცხრე ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 5 გამარჯვებული სტარტაპ გუნდი გამოვლიდა. კონკურსის საპრიზო ფონდი 10,000 ლარს შეადგენდა. მეცხრე დიადრომის ძირითად თემებს წარმოადგენდა ციფრულ სივრცეში კომუნიკაციის გამარტივება, საგანმანათლებლო ეგრეთ წოდებული გეიმინგი, ყალბი ინფორმაციის თავდაცვა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. კონკურსი ციფრული მედიის სფეროში სტარტაპების აღმოჩენას, მათი პროდუქტების დახვეწას, განვითარებასა და ბაზარზე ადგილის დამკვიდრებაში ხელშეწყობას ემსახურება. დასრულდა მეცხრე დიადრომი, სადაც გუნდებმა 5 დღის განმავლობაში გაიარეს ძალიან ინტენსიური გადამზადება.
სხვა საკითხებში, იდეის ვალიდაცია, იურიდიული საკითხები, ფინანსური საკითხები, ინვესტორებთან მოლაპარაკება. პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს აქსელერატორში ვიღებ მონაწილეობას, ყველაფერი ძალიან ახალი იყო და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ერთი იდეით მოვედით და იმდენი სხვადასხვა მიმართულება მიიღო ამ ყველაფერმა, რომ საბოლოო ჯამში ძალიან დივერსიფიცირებული პროდუქტი გამოგვდის. ბაღდათის მაღალმთიან სოფელ ხანის საბავშვო ბაღის აღმზრდელებმა და პედაგოგებმა სასწავლო პროცესი ახალ სრულად რეაბილიტირებულ შენობაში განაახლეს. ხანის საბავშვო ბაღი 30-მდე აღსაზრდელისთვისაა გათვლილი და იგი ყველა შესაბამის სტანდარტს აკმაყოფილებს. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღჭურვილია სააღმზრდელო და სასწავლო პროცესისთვის საჭირო ინვენტარით. განახლებული ბაღი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ დაათვალიერეს. მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ხანში სრულად რეაბილიტირებული ბაღი დავათვალიერეთ, რომელიც 25 მოსწავლეზეა გათვლილი. იგი აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით და სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს. ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბოლო 4 თვის მანძილზე მეორე საბავშვო ბაღი გავხსნით. პირველი გახდათ სოფელ წყალთაშუაში 50 ბავშვი გათვლილი. ეს გახდათ სოფელი ხანი მაღალმთიანი სტატუსის მქონე და დღეიდან ახალ რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი მოემსახურება ჩვენს პატარებს.